მოგესალმებით მეგობრებო ყველას. დიდი ხანია ვიდეო არ ჩამიწერია. ვერ ვიცილდი რომ გამეკეთებინა ვიდეო, მაგრამ დღეს საინტერესო ვიდეოთი დაგიბრუნდით და ამის არ გაშვება რა თქმა უნდა ჩვენს არხს არ გამონდა. დღეს ვინდა წარმოგიდგინოთ ცნობილი ბრიტანული გამოცემის What Hi-Fi.com-ის მიერ, რომელიც უკვე 53 წელია, რაც ატარებს ამ დაჯილდოებას, ეს მოგეხსენებათ სოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური გამოცემა გახლავთ, ტექნოლოგიებზე და ტექნიკაზე რაც წერს, მას აქვს საკუთარი ლაბორატორიები, ცენტრები, სადაც ტესტავენ აი ამ პროდუქტს, რომელიც მიმდინარე წელს გამოდის ტექნიკის მიმართულებით და შესაბამისად ავლენენ და ასახელებენ თავიანთ გამარჯვებულებს. ეს არის პირველი ეტაპი გამარჯვებულების, 5 კატეგორია ჯერ კიდევ დასახელებელია, ანუ არ დაუსახელებიათ 5 კატეგორია, მაგრამ ძირითადი გამარჯვებულები მაინც უკვე დასახელებულია და უკვე ვიცით ამ შემთხვევაში თუ ვინ არიან გამარჯვებულები. წერს პარტნიორობა ჰქონდათ Richer Sound-თან ერთად. და მოდი ერთად ვნახოთ, მე არ მინახავს, შეგნებულად არ მინახავს და ეხლა აი ვიდეოს ჩაწერის მომენტში მე თქვენთან ერთად შევხედავ ამ გამარჯვებულებს და შესაბამისად ერთად ვნახოთ და რა თქმა უნდა ჩემასაც ვიტყვი, იმდენად ეკუთვნოდა გამარჯვება თუ არა. ეს გამოცემა, როგორც გითხარით, 53 წელია ამას ატარებს, თუმცა თვითონ ძალიან დიდი ხანია რაც ბაზარზეა, ძალიან პრესტიჟული გამოცემა, ძალიან სანდო და ევროპაში ლიდერი არის და მსოფლიოში ერთ-ერთი ტოპ გამოცემა, რომლის ნდობას თავისუფლად შეიძლება, იმიტომ რომ აქ ამ გამოცემის მიერ შეფასებები არ იდება HR-ზე, რაც იდება, ყველაფერი არის საკუთარ ლაბორატორიებში ექსპერტების მიერ გაკეთებული ტესტირებებით და ასევე პრაქტიკაში გამოცდილებით, რასაც თავაზობენ კონკრეტულ, ასე ვთქვათ, მოდელებზე. დავიწყოთ, დღეს გვექნება კატეგორიების შემდეგი ტელევიზორები, ძალიან საინტერესო იქნება, ეს ვინილების სისტემა, wireless სპიკერები, ანუ უკაბელო, ასევე გვექნება Blu-ray პლეიერები. ჩვენ მაგას არ ვიყენებთ, მაგრამ ევროპაში და სოფლიოში პოპულარულია. Soundbar-ები, ეს არის რა თქმა უნდა დასადგამი სპიკერები, ეგრეთ წოდებული სახლის კინოთეატრებისთვის, მუსიკალური ცენტრებისთვის და ასე შემდეგ. აი ამაზე არის ზუსტად ეს იატაკზე დასადგამი სპიკერები, მუსიკალური სტრიმინგისთვის, ბოქსები, CD პლეიერები, პროექტორები, რადიოები, უბრალოდ სპიკერების კომპლექტაცია, რა თქმა უნდა wireless headphone-ები, ანუ ურსასმენები უკაბელო, ტაბლეტები, ძალიან საინტერესო იქნება, სტერეო სისტემები, სახლის კინოთეატრის რესივერები, სტერეო რესივერები და ასე სახლის კინოთეატრის რესივერები, ვიდეო სტრიმინგის წყობილობები, დაკები, ძალიან საინტერესო იქნება, smartphone-ები, უბრალოდ სხვადასხვა სახის სისტემები, აქ უბრალოდ ელექტრონული სისტემა იქნება, ეს არის პორტაბელური მუსიკალური პლეიერები, კაბელიანი ყურსასმენები, აქსესუარები და გვექნება სტრიმინგ სერვისები მუსიკალური და განვიხილოთ სათითაო და შევხვდეთ თუ რომელ კატეგორიაში რომელმა გაიმარჯვა. ტელევიზორების კატეგორიაში შევიდეთ და ვნახოთ კატეგორიების შემდეგნაირად არის გადანაწილებული, ეს არის საუკეთესო 43 ინჩის ტელევიზორში არის LG C5. არ მიკვირს, იმიტომ რომ LG საკმაოდ კარგ ოლედებს აწარმოებს. ამ შემთხვევაში დასახელებული ეს არის. აი როცა ის 5 კატეგორიას დაიდება, მე ახსნები ექნება, მაგრამ ვერავინ ვერ შეედავება, იმიტომ რომ C5 ნამდვილად კარგი ტელევიზორია. ამ ზომის რანგში მე ეჭვი მაქვს, რომ კონკურენცია ვინმეს გაეწია. ერთი ბევრი მწარმოებელი არც აწარმოებს ასეთი მცირე, გეიმინგისთვის გათვლილი ტელევიზორებია უფრო და არ მგონია, სხვას არც აქვს, კი, აქ რევიუს გთავაზობენ ამისი და გასაგებია. რაც შეეხება საუკეთესო ბიუჯეტურ ტელევიზორად დასახელდა 48-50 ინჩი TCL-ის C6KS-ი, არ მიკვირს მინილედ ტელევიზორებში ზოგადად ბევრჯერ მithქვამს ვიდეოებშიც რომ საუკეთესოებს აწარმოებენ, რა თქმა უნდა, ბიუჯეტურ კლასზე აქვს საუბარი, კონკურენტი TCL-ს არ ყავს, ასე რომ შესაბამისად ეს არ მიკვირს. 48-50 ინჩი საუკეთესო პრემიუმ ტელევიზორად დასახელდა Z90B Panasonic-ის. საუკეთესო ბიუჯეტურ ტელევიზორებში 55-57 ინჩი გასულად C7K. აქაც იგივე არის, აღარ გავაგრძელებ, ბიუჯეტურში TCL-ს ვერავინ კონკურენციას ვერ უწევს. საშუალო ბიუჯეტურში აქ გავიდე საერთო ჩათვლაში, როგორც აქ წერია, 55-67 ინჩის LG C5-ის OLED დაასახელეს. LG დიდი ხანია ლიდერია OLED ბაზრის, ძალიან დიდი ხანია და
შესაბამისად არ მიყვარს, თუმცა ძალიან საინტერესო იქნება საბოლოო შემაჯამებელი რო დაიდება ახსნები რატომ მოხდა ეს ასე. და საუკეთესო პრემიუმ ხაზის ტელევიზორად 55-17 ინჩებში დასახელდა Sony Bravia 8-2 ახალი ტელევიზორი, რომელიც გამოუშვა Sony-მ მართლა ძალიან მაგარი ფლაგმანური მოდელი გახლავთ, ნამდვილად და ამაზეც ვისაუბრებთ. ხოლო საუკეთესო ზომის ტელევიზორად და ყველაზე დიდი ზომის საუკეთესო ტელევიზორად ამ შემთხვევაში დასახელებული არის 98 ინჩიანი C7K TCL-ის. კარგი ტელევიზორებია, გეიმინგ TV საუკეთესო LG ამ კუთხით ლიდერია, როგორც დასაწყისში ვთქვი, ეგ არის. საკმაოდ საინტერესო არის. აქ რამოდენიმე მოდელი მე ვერ დავინახე, მაგრამ რადგან ახსნები არ წერია, რატო გახდა ეს მოდელი კონკრეტულად საუკეთესო, ამას დავველოდოთ და მე ვთქვათ, რომ შავეს თავისი ახსნები აქვს, იმიტომ რომ ეს მთელი წლის განმავლობაში ტესტირების შედეგად არის დადებული. მოკლედ ტელევიზორები ვნახეთ, გადავიდეთ, ვინილების სისტემა რა ნაკლებად მაინც ვიცი, აქვთ მე რო ვერ ყვავი, მაგრამ მოდით ჩავხედოთ შემთხვევაში. საუკეთესო 300 ფუნტის, იგივე $300 შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ თქვის მიახლოებული კურსია. ქვემოთ საუკეთესოდ არის დასახელებული Project Primary E. არ ვიცი, აქ დავას ვერ დავიწყებ, ამ სფეროში ნამდვილად ვერ ყვევი და საერთოდ წარმოგდგენი არ მაქვს, უბრალოდ ვიცი რომ შეიძლება ბერტქვენგას მოგწონდეთ და გიყვარდეთ ეს სისტემა და შესაბამისად გაჩვენებთ, იმიტომ რომ ნახოთ. აქ არის 300-დან 500 ფუნტის დოლარის ბიუჯეტში Rega Planner 1, შემდეგ 500-დან 750-მდე ბიუჯეტში მოდის Project Debut Evo 2. შემდეგ მოდის 750-დან 1000-მდე უკვე Rega Planner 3 RS Edition-ი. და უკვე პრემიუმ ხაზი წამოვიდა, აქაც Rega Planner-ი ლიდერობს 1000-დან 2000 ფუნტამდე და 2000-დან 3000 ფუნტამდე უკვე Technics-ი SL 1300G. არ გამკვირვებია Technics-ი რომ ლიდერია და 3000 ზევით უკვე არის Vertra, არ ვიცი სწორად ვამბობ თუ არა DGX-ი. მოკლედ, აქ ვერაფერს ვერ დავამატებ, გადავიდეთ wireless სპიკერებზე. და რა თქმა უნდა პორტაბელური სპიკერები ალბათ ყველა ჩვენგანსაც შეიძლება გქონდეს, ჭირდება, საინტერესოა გავდივართ პიკნიკზე, ქალაქგარეთ რაღაც და ეს საჭირო ნივთი არის ნამდვილად. მოდი ვნახოთ თუ რომელი დასახელდა საუკეთესოდ და რა თქმა უნდა საუკეთესო სპიკერი 150 ფუნტს, ანუ $150 ქვემოთ JBL Flip 7. არ გამკვირვებია ეს მოდელი ძალიან კარგია, ზოგადად JBL-ი ამ მიმართულებით არის ლიდერი ბაზარზე დღესდღეობით საუკეთესო პორტაბელურ დინამიკებს აწარმოებს და მით უმეტეს ბიუჯეტურ სეგმენტში უჭირავს თავისი ადგილი და ძალიან კარგი არის JBL-ი. საათ შეეხება 150-200 ფარგლებშიც აქაც JBL Charge 6 არ გამკვირვებია, ნამდვილად აქ JBL-ი იქნება ალბათ წარმოდგენილი, ასეც არის. 200 ფუნტზე ზევით, ან $200-ზე ზევით JBL Extreme 4, ძალიან კარგი სპიკერი არის. რაც შეეხება სახლის თვის $300-ზე ქვემოთ, ეს არის Apple HomePod 2, ესეც საკმაოდ კარგი გახლავთ, კარგი სპიკერია. აქეთ გვაქვს 300 ფუნტზე ქვემოთ, ეს არის სახლის თვის, ესეც Audio Pro C20W. ეგ არის. გადავიდეთ შემდეგზე, Blu-ray პლეიერები. აქ ამ კატეგორიაში Panasonic-ი ლიდერობს უკვე წლების განმავლობაში. ერთ საუკეთესო Blu-ray პლეიერი აქვს და მე რომ ვკითხოთ ბაზარზე საუკეთესოც არის და არც არის მაგის მეტი დასახელებული. მოდი გადავიდეთ ახლა ჩემს ერთ-ერთ ფავორიტ და საყვარელ კატეგორიაში საუნდბარებში და ნახოთ ვინ გახდა საუნდბარების კატეგორიის გამარჯვებული. ამ კატეგორიაში ბიუჯეტურ სეგმენტში, ანუ €500 და $500 ქვემოთ დასახელებულია Sonos Beam Gen 2. მქონდა ეს საუნდბარი, საკმაოდ კარგი საუნდბარია, ნამჯერად პატარა, მაგრამ ძალიან ბევრ საუნდბარს აჯობებს ძალიან ბევრ რაღაცაში. პრემიალური ხარისხის საუნდბარია, ორი აზრი არ არის, თქვენ თუ ფილმებისთვის გინდათ ამის შეძენას არ გირჩევთ, იმიტომ რომ მაც არ უნდა იტრაბახონ, რომ 3D იმერსია და რაღაც გვაქვს, ესე არ არის. მაგრამ ეს არის უნივერსალური საუნდბარი, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი და ხარისხის დახვეწილი ხმა, ძალიან მძლავრია, ანუ არ მოგატყუოთ ზომა და პროფესიონალური ხარისხის საუნდი მოდის
და რა თქმა უნდა, ხა ამას იმერსივები ექნებზე დაატყორცნა საერთოდ არ აქვს, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს. პატარა სივრცეში, საძინებელში 10 კვადრატულში ან ასე შემდეგ ძალიან გასიამოვნებთ ეს საუნდბარი და რაც თავარი ამ საუნდბარს დიდი პლუსი ის აქვს, რომ ინტეგრირებულია მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმებთან და მუსიკის ხარისხი არის ძალიან მაღალი, რაც საუნდბარებში ზოგადად პრობლემაა, ვიცით, იმიტომ რომ საუნდბარი არ არის მუსიკისთვის შექმნილი гаджеტი და ეს აი ამ კატეგორიაშიც ძალიან ძლიერი. მოკლედ ძალიან მაღალი დონის საუნდბარი არის, არავინ არ ნანებს ამას თუ იყიდის. პორტაბელურია, პატარა, მსუბუქია, წაიღეთ რაც გინდა და ასე შემდეგ ექნება ყველგან იდეალური ხარისხის ხმა. ძალიან კარგია, ამიტომ არ ვეწინააღმდეგები ამ იმას უბრალოდ ფილმებისთვის ცოტა ნაკლებად. თუმცა კიდე გეუბნებით რომ ძალიან მძლავრი საუნდბარია და ძალიან ცუდიც არ არის. უბრალოდ იმერსიული მხარე არ გექნებათ და კიდე ცალკე кайფია. რაც შეეხება 500-დან 1000 ანუ ფუნტის ბიუჯეტში აქ Sonos Arc Ultra ეს ახალი პროდუქტია მთლიანად Sonos-ის, საკმაოდ მაღალი დონის პროდუქტი არის, ამას უკვე ზედაატყორცნებიც აქვს, მაგრამ არ არის სრული კომპლექტაცია და ნუ გასაგებია ამ ფასში ბევრად უფრო კარგი ბიუჯეტის კარგი საუნდბარები მოგივათ. მე ამ ფასს მიუხედავად იმისა, რომ როგორც პროდუქტი ძალიან ხარისხიანია, ამ ფასს არ ვიცემ. უბრალოდ რატომ რა გადავიხადო Sonos-ში ამ ხელად ანხა, როცა Sony-ს და სხვა ბრენდების, მათ შორის Nakamichi-ს სერია მომივა, ბევრად უფრო იაფად, ასე რომ თანაც სრული კომპლექტაციით, იმერსიული დინამიკებით და ასე შემდეგ. მე 3-4 წლის წინ გამოშვებული Nakamichi-ს ვიყიდი, რამე რო იყოს, ვიდრე Sonos Arc Ultra-ში ან Sony-ს მერვე სერიაც მომდის. ამ ფასში ფასტაკლებაზე არის JBL-ის შესანიშნავი აპარატურაც და ნამდვილად ვიზიოზე აღარ ვლაპარაკობ და TCL-ზე და ნამდვილად არ მივცემდი ვიყიდი ცოტა მოძველებულ ვერსიებს, ვიდრე ამაში გადავიხდი ამდენ ფულს, იმიტომ რომ ფაქტურად თქვენ წინიდან ზედა არხი გააქვთ, ეს გაქვთ, მაგრამ უკან იმერსიები ფაქტურად არ გაქვთ და საბვუფერი. და ესეთი ფილმები, რომელიც მე ვერ იყიან, თქვათ, თუნდაც ახალი თრონი ან ესეთი ტიპის ფილმები, რომელსაც საბვუფერი და დაბალი სიხშირეები ან ბასების თემაზეა უფრო აქცენტი გაკეთებული, ეს საუნდბარები იქ არ გამოდგება. თუმცა Sonos-ის პლუსი, როგორც გითხარით, არის ის, რომ მუსიკის შემთხვევაშიც იდეალურია. თუ Sonos-ის კომპლექტაცია იწყობა, ოღონდ ცალკე ძალიან პროჭი კომპანია, ესე ვეძახი მაგას, ესე არის ცალკე ყიდიან საბსაც და სპიკერებსაც. და შესაბამისად, აი rear speaker-ების და ის რომ აწყოთ კომპლექტაცია $2000-ზე მეტი დაგიჯდებათ და შესაბამისად, მაგრამ გექნება ძალიან კარგი სისტემა, მაღალი დონის, მაგრამ ცალკე ბარში ამ ხალხ თანხის მიცემა, ჩემი აზრით, არ ღირს. საუკეთესო დასახელდა 1000 ევროზე ქვემოთ კეფის XIO, კეფი საკმაოდ ძვირადღირებული ბრენდია, ისედაც ვიცით. პირველი საუნდბარი არის სხვათა შორის, რომელიც გამოუშვეს კომპანიაში. იაფი ნამდვილად არ არის, ახლა რო შეხედო, მაგრამ აქაც იგივე პრობლემა რაც Sonos-თან. შესაბამისად, ამ ხელაფასის მიცემას კეფში არ გადავიხდიდი. რაც შეეხება Hisense, აი საუნდბარი 500-ზე ქვემოთ. აი მეგობრებო, ნახეთ ახლა აქ რა სიტუაციას ვაწყდებით. გვაქვს ორი კატეგორია, Sonos-ი თუ Hisense. სხვათა შორის Hisense-ის AX სერია, მინდა ვთქვი, ძალიან არის გაუმჯობესებული. პირველი ნაბიჯები რო გადადგეს, მაინც სამაყოთ არ ქონდა Hisense საქმე, მაგრამ ეს ახალი მოდელი პრეზენტაციაზე რაც ვნახე და შემდგომ უკვე რაც ტესტებში და გაპრაქტიკებში იყო მიმოხილვებში, საკმაოდ მაღალი ხარისხის საუნდი აქვს, ყველა ფორმატის მხარდაჭერა აქვს და შესაბამისად ვფიქრობ, რომ მართლა ბიუჯეტურში Vizio, Hisense, IS მოდელები ერთმანეთს რა თქმა უნდა გაუწევენ კონკურენციას, თუმცა მაინც უფრო Vizio-სკენ გადავიხრებოდი გამოცდილების ხარჯზე. თუმცა Hisense-საც არ აქვს ცუდი შეფასებები, არ აქვს პრაქტიკაში ცუდი შედეგები ნამდვილად არ აქვს, ამიტომ მე თუ გამოკეთება მომიწევდა არჩევანის Sonos თუ Hisense შორის, არც დავფიქრდებოდი Hisense ავიღებდი მარტო, იმიტომ რომ 7 და 1 და 4 ჩენელი გვაქვს, ასევე არის subwoofer-ი, ასევე არის rear speaker-ები და მაქვს სრული 3D, ანუ სრულფასოვანი 3D და იმერსიული ხმა. ამიტომ შესაბამისად ჩემი ხმა აქეთ, ამიტომ იმაში ფულის გადახდას და მე ცალკე დამატებით კიდე ტონა ფულის დახარჯვას
აი ამ Hisense ვიყიდეთ ცალსახად. საუკეთესო საუნდბარში კი რა თქმა უნდა გამარჯვებული იქნება Samsung-ი მე-9 სერია, ანუ Samsung-ი წლებია საუნდბარების თემაში აკეთებს საუკეთესო სისტემებს. ნამდვილად ამაზე ხმას მე ვერ ამოვიღებ, აბსოლუტურად ვეთანხმებ მე ამ პოზიციას, წელს ამსეთი კარგი საუნდბარი ნამდვილად არ გამოშვებულა ბაზარზე. და ამას მხოლოდ ეს გამოცემა არ ადასტურებს. ამაზე ძალიან ბევრი წამყვანი გამოცემები საუბრობენ. ნამდვილად ასე. გადავიდეთ შემდეგ კატეგორიაზე. CD პლეიერებიც, რა ვიცი ხა რა დრო CD პლეიერებია, მაგრამ მოდი მაინც გავიაროთ. Marantz, გასაგებია, Marantz ერთ-ერთი ბრენდი არის 500-ზე ქვემოთ CD პლეიერში. შემდეგ Arcam-ი CD5 500-დან 1000-მდე, 1000-დან 2000-მდე Cyrus-ი. დიზაინია ძალიან საინტერესო Cyrus-ის CD პლეიერებისთვის. შემდეგი Cyrus-ი არის 2000-ზე ზევით, მაგრამ ძალიან ინტერესო 2000-მდე რას აკეთებს, ან მაინტერესებს ამისთანაც. ალბათ ხარით დამუშავების ხარისხი და გადავიდეთ პროექტორებზე, მე რომელიც ასე ვთქვათ, მაინტერესებს და ძალიან მაინტერესებს რა მოდელები არიან მოკლედ გამარჯვებული მიმდინარე წელს. მოკლედ მეგობრებო, პირველი ეს არის $1500-ზე ქვემოთ, ფუნტზე ქვემოთ. ეს არის Hisense-ის M2 Pro, პორტაბელური პატარა, Hisense ამ მიმართულებით ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა პროგრესისკენ. ახალი ლაზერ ტელევიზორიც ბევრად გააუმჯობესა ვიდრე ეს იყო მის წინამორბედები და პროექტორებშიც საკმაოდ კარგად მიდიან წინ. 1500-დან 2000 ფარგლებში Benki, ეს არის W2720i. Benki-ც ნობილი ბრენდია საკმაოდ, ვიცით გამოცდილი, ესე რომ ასევე Epson-ი როკეტის პროექტორი 3-დან 10000-მდე Sony VPL-ი, აი Sony უკვე ეს კინემატოგრაფიული პროექტორიც არის, საკმაოდ სერიოზული შესინი აქვს, ფუნქციები აქვს და შესაძლებლობები. 10000-ზე ზევით, ესეც ამავე სერიის არის, ოღონდ უკვე ბრავია სერია. შემდეგი არის, რადიოს არ განვიხილავ, ბევრი ვარ დავკარგოთ, დრო და დიდი რო არ გამოგვივიდეს ვიდეო, ვისაც გაინტერესებთ ლინკს დავდებ აღწერაში, გადადეთ და ნახეთ. თავარ კატეგორიას ერთ-ერთ ჩემს ფეივორიტს ვიოდექით უკაბელო ყურსასმენებს, რაც ძალიან მაინტერესებს. ბიუჯეტური, 70 ფუნტამდე 60 დოლარში Sony-ს WF-C500i, ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტური მოდელი გახლავთ, თუმცა კოდეკების მხრივ მას სხვა დაჭერა არ აქვს LDAC-ის და ასე შემდეგ, მაგრამ AAC-ის ბრწყინვალე დამუშავებს და მუსიკალურ სტრიმინგებზე გამოგადგებად ძალიან კარგად. ეხლა ჩვენ აუზღი მოხმარება შეიძლება FLAC ხარისხის აუდიო ფაილები ვერ გქონდეს, ამიტომ თუ Spotify-ის ან სხვა სტრიმინგ სერვისის მოხმარებელი ხართ, ეს ყურსასმენები $70-ზე ძალიან ბევრს აჯობებს. საუკეთესო ნამდვილად არის მიმდინარე წელს, თუმცა ეხლა გამოუშვეს ძალიან კარგი მოდელები, Airfan-მა მთლიანად განაახლა და შესაბამისად უკვე 4 Pro Plus-ი, რომელსაც სერიოზული მონაცემები აქვს, მომავალი წლისთვის ალბათ ის აითვლება უკვე, იმიტომ რომ გამოვიდა, ეხლა გამოდის, ჯერ არ შეშობლა ბაზარზე და უკვე მომავალ წელს ალბათ თავარი კონკურენტი ეს იქნება. აქ საუბარი არის $70-მდე და არა ზევით. შემდეგი არის ისევ Sony, $70-$150-მდე, ეს არის უკვე Seashell სერია 700. აქაც იგივეა, ბევრად უკეთესი არის ვიდრე პირველი მოდელი. შემდეგი 150-დან 250-მდე Bose-ი, Bose გასაგებია. ეს არის Quiet Comfort Earbuds-ი, ერთ-ერთი საუკეთესო ბაცებია ბაზარზე დღესდღეობით. ტექნიკა, რა თქმა უნდა, ტექნიკსი უფრო სწორედ. ეს არის 250 ფუნტზე, ანუ დოლარზე ზემოთ, AZ100 სერია, საკმაოდ მაღალი დონის, ეს earbuds-ები გავიარეთ. ეხლა $100-ზე ქვემოთ საუკეთესო დასახელებული არის Sony-ს 720 CH, თუმცა ამავე საფოს სეგმენტში იყიდება Anker-ის Q35, 250 ფარგლებში, ეს არის Austrian Audio, საკმაოდ კარგი ბრენდი არის. როგორც უკაბელოებში, ასევე კაბელენებში ლიდერობს. შემდეგი არის 250 500-ში აქ Sony-ს ახალი XM6 სერია, აქ არ მიკვირს რომ Sony ლიდერია უკაბელოში. მაგრამ მივედით მთავარზე, €500-დან ზევით უკვე დაიწყო Focal-ი, Focal-ი ციცის ელიტარული ბრენდი, პრემიუმ ხარისხის თემაა და არც გამკვირვებია რომ Focal-ი აქ არის. გადავიდეთ შემდეგზე, აქ არის 1500 ფუნტზე, დოლარზე, ქვემოთ ბიუჯეტში Sony-ს სერია მოხდა, გასაგებია,
აქ არ გაგიკვირდეთ, რომ მინიმალურისა ბიუჯეტი ესე იწყება, საკმაოდ ძვირი სიამოვნება სახლში კინოთეატრის აწყობა, ეგრევე კლასიკურზეა საუბარი კლასიკური კინოთეატრზე და შესაბამისად მისი მოწყობა საკმაოდ ძვირ თანხებთან ჯდება, ძალიან ძვირ მინიმალური რო აწყო, ალბათ 35-40,000 დოლარი მაინც გინდა. რაც შეეხება 1500-ზე ზევით, უკვე მარანცის სინემა 30 არის, ეს ორი გახლავთ აქ გამარჯვებული. შემდეგ გვაქვს ვიდეო სტრიმინგები. Sky Stream-ი, ეს არ ვიცი, არ დაგიმალავთ მეგობრებო, თუ Sky-ა წარმოებდა Streambox-ებს. ძალიან საინტერესო არის, საუკეთესო კატეგორიაში მოხვედრილი არის. ძალიან მაინტერესებს ეს ბოქსი არასდროს არ შემხვედრია ამ შემთხვევაში და ძალიან მაინტერესებს ამის მიმოხილვა. აუცილებლად ვნახავ მაგას. რა თქმა უნდა Amazon Fire TV 4K Max-ი, ერთ-ერთი საუკეთესო სტრიმინგ ბოქსი გახლავთ. ძალიან გამძლე და რაც თავარია გამოსახულების ხარისხის დამუშავება აქვს ბრწყინვალე Amazon-ს. რა თქმა უნდა Apple TV აქ 100-დან ზევით ბიუჯეტში ერთ-ერთი საუკეთესო სტრიმინგ ბოქსი არის. ანუ აქ არ არის, რა თქმა უნდა Nvidia Shield TV Pro და ასე შემდეგ, ის 2019 წელს გამოვიდა და იმის მერე აპდეიტი არ გაკეთებულა. ამიტომაც რაც წელს გამოვიდა, ეგ არის. შემდეგი არის smartphone-ები, ნახოთ საუკეთესო smartphone-ები, $1000-ზე ქვემოთ ბიუჯეტში არის. Apple-ის iPhone 17 საუკეთესო 1000-ზე ზევით არის S25 Ultra. ან მაინტერესებს კაბელიან ყურსასმენებში რბილი გახდა წლევანდელ მოდელებში. Austrian Audio HX15 ერთ-ერთი საუკეთესო $100 ქვემოთ, კი ბატონო. 100-დან 150 ფარგლებში Rode ვიცით რომ წამყვანი ბრენდია მსოფლიოში. რა თქმა უნდა, შემდეგი არის 150-200 ფარგლებში TT990 Pro X-ი. შემდეგი არის $200-ზე ზევით Grado. რაც შეეხება ასეთ $100-ზე ქვემოთ მსგავსი ტიპის ყურსასმენებზე, In-ear-ი ანუ in-ear ყურში ესე ქვია. ეს არის over-ear-ი და ეს არის in-ear-ი, ანუ ყურში ჩასასმელი და ყურზე დასაყენებელი, ყურში ჩასასმელში Sound Magic-ი, წლებია უკვე ეს ლიდერია. Shure ასევე. Streaming სერვისები, მეგობრებო, ჩემთვის ერთ-ერთი საყვარა, რა თქმა უნდა, Tidal-ი, რომელიც, საუკეთესო streaming სერვისად არის დასახელებული, ორი აზრი არ არსებობს ამაზე. ეს მაღალი ხარისხის მუსიკის მოსმენა სურს, არის საუბარი სტუდიურ ხარისხზე, hi-fi sound-ზე, მოკლედ ვთქვათ, რაც არ აქვს არც Spotify-ს და არც სხვას. და ვისაც გვაქვს ხარისხიანი აპარატურა, გვაქვს იმის პრეტენზიაც, რომ გქონდეს და უსმენდეთ ამას და სამწუხაროდ არც ერთი მუსიკალური პლატფორმა იქნება Amazon Music თუ Qbox თუ ასე შემდეგ, არ საქართველოში ოფიციალურად არ მეოწყებულს და საქართველოს ბარათებით ვერ გადაიხდით. აქ გჭირდებათ VPN სერვისი, რომ თქვათ მოახერხოთ და შეიყვანოთ ეს თქვენი ანგარიშები და გახსნათ და რაც Apple TV გასახელდა საუკეთესო ვიდეო სტრიმინგ სერვისად. Apple TV Plus-ი. ჩვენთან არ მაუწყებლობს ეს. მოკლედ ეს იყო დღევანდელი ვიდეო. იმედია მოგეწონებათ, იმედია დადებით შეაფასებთ, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. მადლობა ყურადღებისთვის და შევხვდებით შემდეგ ვიდეოზე, რომელიც იქნება unboxing-ის ვიდეო, ხოლო თუ რას გიმზადებთ, ამას ძალიან მალე ნახავთ. დროებით.